so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. დედა ჩემი იყო აფხაზეთიდან და ჩემთვის რაღაცა თავისუფლების პირველი ნაბიჯებიც არის დაკავშირებული ამასთან, იმიტომ რომ ჩემი მამჩემი ძალიან ბევრს მუშაობდნენ როგორც ყველა საბჭოთა მუშაკი იმ დროს და მახსოვს რომ აი იმის დროც არ ქონდათ რომ თქვათ მე ჩავიყვანეთ ქალში ვიყავი 5 წლის მე და ჩემი და იყო 6 წლის როცა პირველად დედამ ჩაგვსვა მატარებელში ჩაგვაბარა გამცილებელს და პირველი ესეთი სამშობლოს აღქმაც მაქვს მატარებლიდან. მთელი ღამე არ მეძინე და უყურებდი აი ამ პანორამას, რომელიც ძალიან ჩქარა, სხვადასხვა რიტმით მიქროდა და მან აღმოაჩინე პირველად რა არის სამშობლო თავისუფალი კაცისთვის. მე დავიბადე ემიგრანტების ოჯახში ესტონეთში. ცხოვრობდი კარგ ქვეყანაში, დემოკრატიაში. ჩამოვედი, ვიყავი 14 წლის. მანდ მივხვდი, რომ სინამდვილეში ემიგრაციაში ვიზრდებოდი და სინამდვილეში აქ არის ჩემი სახლი და აქ არის ჩემი მეგობრები და ოჯახი და აქ ვგრძნობ თავს როგორც სახლში. რო ხარ საბჭოთა ადამიანი, იცი რა არის, მე დღესაც ვგრძნობ, რომ ვარ საბჭოთა ადამიანი, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ ვებრძვი იმ კლიშეებს, რომელიც ნუ რაღაცა ბავშვობიდან ჩამინერგეს და ბავშვობიდან მქონდა და რაც ყველაზე მთავარია შეგუება იმ ძალადობასთან, რომელიც შენს ირგვლივ ხდება და ვალდებული ხარ, რომ მოითმინო. რატო უნდა მოითმინო, არ ვიცი. აი ამ ახალგაზრდებს ეს არ ქონდათ. მართლა მოვიდა სხვა თაობა, რომელსაც არ ქონდათ ჩვენი კომპლექსები, ის რაც ჩვენ გვაქვს. ძალიან ხშირად ეს ალბათ ჩვენ თაობას აღიზიანებდა, მაგრამ მე ვიყავი აღფრთოვანებული ამით. ყველაზე საშინელი რაც ახლა ხდება, ამ თაობას აჩვევენ, რომ იყვნენ წაგებულები. ამ თაობას აჩვევენ, რომ იყვნენ ლუზერები და არ გამოვა ეგრე. არ მესმის, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და არ იყო მუდმივად წინააღმდეგობაში. სულ რაღაცა გადარჩენისთვის ვიბრძვით და რა წამს რაღაცა ოდნავ ამოვისუნთქავთ, მე ისევ რაღაცა საშინელი ძალა უნდა მოვიდეს და დააბრუნოს ყველაფერი უკან, სადაც იყო. მაგრამ ნუ ეგ არის ჩვენი ბედი, როგორც ჩანს, როგორც ქვეყნის, რომ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ და მე ვიცი, რომ 60 წლის რო ვიქნები, მაშინაც მომიწევს აქციაზე დგომა რუსთაველზე და ვიდგები. ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია ერთი რამ, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ შეცდომებზე, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვაღიარებთ ამ შეცდომებს. მე მყავს თეატრში არჩევლებრივი არტისტი კახა კინწურაშვილი, რომელიც რევნილია. როდესაც რაღაცა რეპეტიციებზე, რაღაცა ბავშვობაზე მიყვებოდა, თავის ბავშვობაზე, მივხვდი რა ტკივილზეა ეს აგებული. მე ამ ტკივილის როგორ დავიწყებაზეა აგებული. და მე ახალთან შეგუებაზე როგორ არის დამოკიდებული ამ აბსოლუტურად უცხო გარემოში, სადაც არავისთვის სასურველი არ ხარ. ამისთვის სახელის დარქმევა ალბათ ძალიან რთული იქნება, არ დავხვდით ისე სათანადოდ როგორი სტუმართ მასპინძლობაც ვიცით. არაფერზე არ არის ჯანსაღი რეფლექსია გაკეთებული და ეს ძალიან გვეტყობა, იმიტომ რომ კრიმინალები ხდებოდნენ, ხელოვნებათმცოდნეები და ხელოვნების ქურუმები და მეცენატები და ეს მოსული იყო, სპორტსმენები ხდებოდნენ, მინისტრები და ხდებიან და არ მთავრდება მოკლედ ეს რაღაცა დაუსათაურებელი მოვლენები. რაღაცა ხდება, ცუდი, არავინ ამას სახელს არ არქმევს, ეს არ რეგისტრირდება საქართველოს ისტორიაში როგორც მოვლენა და გრძელდება ცხოვრება და რაღაცა საქართველოს საზოგადოება მოკლევადიანი მეხსიერებით გადაადგილდება ამ სამყაროში და მაგიტომაც არის სადაც ვართ დღეს. აქედან წასვლა, ანუ აი რატო უნდა დავთმო ის, რაც მეკუთვნის, რაც თაობებმა მოიტანა აქამდე. სანამდე შემიძლია მე არ შევეგუები და არ
ჩემი ნებით ნამდვილად არ წავალ ამ ქვეყნიდან და არ გადაულოცავ ვიღაცა ხალხს, ვისაც უნდა რუსეთის ნაწილი რო იყოს. ეს ქვეყანა არ არსებობს აი ამ ხალხის გარეშე, ვინც წინააღმდეგობაშია, იმიტომ რომ რა წამს ეს წინააღმდეგობა მორჩება და რა წამს ეს ამ ხალხს გააჩუმებენ, ან აიძულებენ რო წავიდნენ, იმ წამს ამ ქვეყნის იდენტობა მორჩება, ეს გახდება რაღაცა სადღეგრძელოების ქვეყანა. ძალიან რთულ კითხვას მისვენთ. თავისუფლება არის გიყვარდეს სხვისი არჩევანი. პატივცემდე მას და იყო შენს თავისუფალი არჩევანში და აწერდე ხელს ყველა შენს აქციებს. მე მჯერა რომ ხვალ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებ. ამის ნამდვილად მჯერა. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.